დღეს გორის სასამართლოში კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა. საქმის, სადაც კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი და აპარატის უფროსი ზურაბ ჩიტიშვილი ბრალდებულები არიან ირაკლი მილაძის ცემაში. საქმე ეხება 2022 წლის თებერვალში კასპის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს. ბრალდებულები ამ დრომდე კასპის საკრებულოში თანამდებობებზე რჩებიან, ისინი გირაოთი არიან გათავისუფლებულნი. დღევანდელ სხდომაზე დაზარალებული ირაკლი მილაძე დაიკითხა. შემაღლებულ ადგილზე ვიტიქი, როგორც წერან აღნიშნე, ყვიროდი ზურა მონა და ასევე ახსენე რატო ყვიროდი მაგას, რაც ჩემი გამოხატვის თავისუფლება რა თქმა უნდა. იმ მომენტში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე ეგ გადაწყვეტილება, რომ ეგრე მეთქვა და შემაღლებული ადგილიდან ჩამოვაგდო. კამერაში ჩანს კარგად, ჩემს მიერ გადაღებული ვიდეოში და შემდეგ უკვე მომყვა ხელი. მე როგორც სად მომყვა ხელი? სახეში. და შემდეგ მე როგორც გავარკვიე, მეორე ადამიანი იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როგორც მახსოვს, გიორგი მჭედლიშვილი. ესე იგი შემაღლებულ ადგილიდან ჩამოვაგდოთ ზურაბ ჩიტიშვილის შემაღლებულ ადგილიდან და ამ დროს მომყვა ხელი. მისგან. დიახ. სხვის სად მომყვა თუ რა მითხარით? სახეში. რა ადგილას? სხვისში, ტუჩში, სახეში ხა ხილიც არის, ტუჩიც არის და სხვიდან სისხლი წამოვიდა. სავარაუდოდ სხვიში მოხდა. მოსამართლის კითხვაზე თანახმახარ თუ არა გავრცელდეს ამ შემთხვევაში ბრალდებულ პირებზე ამნისტია თუ კი მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ირაკლი მილაძემ ასე უპასუხა. მე მეგონა რომ ხარე გაარკვევა გამოსულ ჩემები. აი რაც შეეხება მოგეხსენებათ ამნისტიის შესახებ კანონია მიღებული და თქვენ როგორც დაზარალების პოზიცია ამ კანონის შესაძლო გამოსულებასთან დაკავშირებით როგორ იქნება? ანუ ზეამაღლობას თუ გამოუშვებენ, შემიძლია რომ ამ დათმობაზე წავიდე. ამინისტია მიღებული და მე შემიძლია რომ ხელი მოვაწერო. კი ბატონო, განვაცხადია აქ რომ ხელს მოვაწერ, ჩემ ინტერესში არ შედის ამ ორი ადამიანის დაჭერა, მაგრამ საჯაროდ უნდა მოიხადონ ბოდიში, მე რაც დამიშავეს და შესაბამისად მზია ამაღლობელზე უფრო მეტი დანაშაული მათქმედებაში იკვეთება და შესაბამისად გამოუშვან მზია ამაღლობელი. სასამართლოს სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი მხოლოდ საკრებულოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჩიტიშვილმა გააკეთა და მომხდარს დადგმული ცირკი უწოდა. არავინ არ უთავს ხელს და არ მოხდრია მაგას არანაირი თქვენი პოზიცია ზოგადად როგორია გითხარით ბატონო? ეს არის დადგმული ცირკი ხო გითხარით? კადრები არსებობს. ხო, მაგ კადრებსაც გაირკვევა ეგ კადრები, ხო? დადგმულია ეგ კადრები ხელს რო უყავ ირაკლი მილაძეს? ვიხვევით მე. საქმესთან დაკავშირებით მომავალი სასამართლოს სხდომა 25 აპრილს ჩაინიშნა.